გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გადავწყვეტეთ ვისაუბროთ ეკლესიის ურთიერთობაზე იმ ადამიანებთან, ვინც იყვნენ ეკლესიის წიაღში, ვინც იყვნენ აღსარებლები, მაზიარებლები, ან უბრალოდ იმ ადამიანებზე, ვისაც შიში აქვს ერთგვარი ეკლესიის მისამართით, მოძღვრების მისამართით და თავს იკავებს ხშირ შემთხვევაში მოძღვართან მისვლისგან. მოგესალმებით მამა კახაბერ, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, გადავწყვეტეთ ეს თემა აგვეღო ჩვენი გადაცემისთვის, იქედან გამომდინარე, რომ აი ხშირად მსმენია, სულ რაღაცა უბრალო უწყინარი გამოთქმა, რომ მე თავდიოდი ეკლესიაში და რაც ვთხოვე ღმერთს რაღაცა ვერაფერი ვერ მივიღე, არაფერი შემისრულა, ცოტა არ მინდა ცუდად გამოგვივიდეს, ვთქვათ, მაყურებელთან, მაგრამ ცოტა უმეცრებას აქვს ხოლმე საქმე და რაღაცნაირად ძალიან მარტივად ამარტივებენ ამ ამბავს და ისეთ იმაზე დაყავთ, რომ აი თუ ვერაფერი ვერ მივიღე ეკლესიის გასარგებელი, მაშინ რაღაც საჭიროა იქ სიარული და ხშირ შემთხვევაში გული უცრუვდებათ ხოლმე მოძღვრებთან ურთიერთობაზე, ეკლესიაში სიარულზე და ღმერთთან ურთიერთობაზეც კი. და რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს ადამიანურ სისუსტესთან, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში სარწმუნოების ნაკლებობასთან, როდესაც მსგავს შემთხვევებში ჩვენ განვიხილავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის აი სარწმუნოების ნაკლებობა ადამიანში, როდესაც ის ასე მსჯელობს. მაგრამ ის უმეცრება, რაც თქვენ ახსენეთ, ეს ძალიან მოქმედებს ადამიანზე. რას ნიშნავს ეს უმეცრება? იცით, სულ ახლახან ისევ ჩვენი ტელევიზიის საშუალებით, საპატრიარქოს ტელევიზიის საშუალებით დილის ეთერში მე მქონდა რაღაც თემა, სადაც ჩვენ განათლების შესახებ ვლაპარაკობდით და მე ეს თემა ასე დავიწყე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ტერმინი განათლება და ტერმინი ერუდიცია, ან ინფორმირებულობა, იმიტომ რომ შეიძლება ინფორმირებული იყო ადამიანი, მაგრამ განათლებული არ იყო. შეიძლება ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ განათლებული არ იყო. განათლება აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს. იმ წიგნების წაკითხვამ თუ არ გაგაკეთილშობილა, ესე იგი არაფერი არ მოუწია მაშინ შენთვის ამ წიგნებს და სწორედ ასეთი რამ გახლავთ განათლება, რაც გულისხმობს იმას, რომ რაღაც სინათლესთან კავშირშია და აი ამ სინათლეზე თუ აქვს ადამიანს ხელი ჩავლებული, გამუდმებულად უნდა ვითარდებოდეს. აი მაგალითისთვის ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ეკლესიაში სიარულზე. ეკლესიაში სიარულეს საღვთო მსახურებაში მონაწილეობა პირდაპირ გეტყვით, რომ განათლება არის. შეიძლება ადამიანს ახლა ეს არ წარმოუდგენია და უცბად ამაზე არც უფიქრია და ახლა ამ ჩემი სიტყვების შემდგომ დაფიქრდეს, რომ რანაირად მე მივედი რომ თქვათ რაღაცა მსახურებაში მივიღო მონაწილეობა, იქ რაღაცა საიდუმლოება მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა ნათლობა, წირვა არის თუ უბრალოდ წუხრი და ცისკარია. მივედი, მაგრამ იქედან განათლებული მოვდივარ. რას გულისხმობს ეს განათლება? გარდა იმისა, რომ რაღაცა წაკითხული ტექსტი, რომელიც უნდა შევიმეცნო, ჩემი გონება ვარჯიშდება ამით და ესეც განათლების ის სახეა, რომელსაც ჩვენ ამ შემთხვევაში ერუდიციას ვეძახით. გარდა ამისა, მე იქედან უნდა წამოვიღო რაღაც. აი, ეკლესიიდან ქრისტე უნდა წამოვიღო და ეს ქრისტეს ნათელი უნდა წამოვიღო. სად უნდა წამოვიღო, იცით? სახლში, სადაც ვცხოვრობ. მეზობლებთან ურთიერთობაში, ვისთანაც ურთიერთობ, სამსახურში, ვისთანაც მიწევს თანამშრომლობა. და რას გულისხმობს ეს ყველაფერს? იმიტომ რომ სახლში თუ მივედი და ანჩხლი ვარ და ავყია ვარ და აუტანელი ვარ, რომელი ქრისტე წამოვიღე მე ეკლესიიდან? მეზობლებთან თუ ესე იგი აუტანელი კაცი ვარ და არავის ჩემი დანახვა არ უნდა, რომელი ქრისტე ვაჩვენე მე მათ? ან სამსახურში ის თუ ვიკადრე რომ კარიერის გამო ესე იგი გადავაბიჯე ყველას და ყველაფერს საკუთარ სინდისაც კი, რომელი ქრისტე, რომელიც მე შევქმენი. და ამიტომ ქვია ამას განათლება, რომ მე ის ქრისტე უნდა გავიცნო, რომელსაც ეკლესია მთავაზობს, რომელიც სახარებაშია დაწერილი და არა ის ქრისტე, რომელიც მე შევქმენი და მე მგონია რომ ჩემს საქციელს ამიტომ აქვს გამართლება ახლა რომ ახლა ოჯახში ასეთი ვარ თუ მეზობლებში ასეთი თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასეთი რომ რიგში არ ჩავდგები, არ მაინტერესებს არავის აზრი, ვინ რას ეს იმას ნიშნავს, რომ მე შევქმენი ჩემი ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ დავდივარ ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარი მყავს, აღსარებას ვაბარებ. როცა მაწყობს, მაშინ მივდივარ, როცა რაღაცას ველოდები. შეიძლება ასე ითქვას. შეიძლება რეგულარულად ხდებოდეს ეს ამბავი, მაგრამ მაინც ჩემი არასახარებისეული ქრისტე,
არა ის ქრისტე, რომელიც მოციქულებმა ჩვენ გვიქადაგეს და გვასწავლეს და გვახარეს მისი განხორციელება. არა ის ქრისტე, რომლის ქადაგებაც ჩვენ გვიწერია სახარებაში, როგორ იწყება, რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა. არამედ ქრისტე, რომელიც მე შევქმენი, რომელიც მეუბნება, რომ ეხლა შენს კარიელურ წინსვლას სჭირდება ნახტომის გაკეთება და იქ ვის მხარზე დააბდგავ ფეხს და ვის თავზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ცრუ ქრისტე, რომელიც ჩემი შექმნილია. ამიტომაც არის ადამიანი უმეცრების შედეგად ხშირად დაზარალებული, როდესაც ის ასეთ ქრისტეს შექმნის და გონია, რომ რაღაცა ჭეშმარიტებისთვის აქვს ჩავლებული ხელი. ამიტომაც არის ადამიანი, რომ ჯადოქრობასა და ღვთისმსახურებას შორის დიდად განსხვავებას ვერ ხედავს ხოლმე. აი, არაფერი არ მოხდა, ეკლესიაში დავდიოდი და ამიტომ მიმართავენ ხოლმე, ვთქვათ, წავლენ ვიღაცასთან შეალოცინებენ თავს და ღვთისმსახურებას უყურებენ როგორც ჯადოქრობას. იმიტომ რომ ასე გონიათ, რომ ჯადოქრობა ხო ესეთია, რომ მე რაღაცა სურვილი მაქვს შესასრულებელი, მივედი და მან რაღაცა ლოცვით თუ რაღაცა იმით მოქმედებით იქ რაღაცა თავი ჯადოქრული მოქმედებით, ეხლა ეს სურვილი უნდა შემისრულდეს. სწორედ ასე უყურებენ ისინი საღვთისმსახურო, ესე იგი განგებულებას, რომ მე რომ ახლა მოვედი აქ და მსახურებას ვესწრები, ეს მინდა და ამიტომ. და ეს უკვე შეცდომა, ეს უკვე უმეცრება ადამიანისა, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, რომ ამ უმეცრების შედეგად შეიძლება ადამიანი ასე უყურებდეს და განამარტო ასე უყურებდეს. პარალელურად, ეკლესიის პარალელურად კითხავთანაც დადიოდეს მაგალითად. ეკლესიის პარალელურად ზოდიაქოებით ერთობოდეს. აი, გაგიტაცებს ხოლმე, შეიძლება უბრალოდ ყური მოკრა, რომელიმე ვარსკვლავთ მრიცხველის საუბარს. და აი, უცებ შენ და უნებურად თითქოს ზემოქმედებას ახდენს. ამ დროს არ გაქვს ცუდი განზრახვა, მაგრამ მაინც მოქმედებს. აი, ამასთან როგორ უნდა მოხდეს? მოქმედებს, იმიტომ რომ აი ამითი დავიწყე, რომ სარწმუნოების ნაკლებობაა და მეორე უმეცრება. სარწმუნოების ნაკლებობაა, იმიტომ რომ მაშინვე მიიდრიკა ჩემი სული სხვა მიმართულებით, რომ აგერ ქრისტეს კი აღარ უსმენ, აგერ უსმენ ახლა თურმე რომ რაღაცა ვარსკვლავი ერთი იმისა თანავარსკვლავედი მეორეში შევიდა, იმის ეტლი რაღაცა ამაში რაღაცა მსგავსი ტექსტები ხო გაგიგია. ამიტომაც მე ესეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ან არ უნდა მივიღო საერთოდ რაღაცა გადაწყვეტილება და საერთოდ შეიძლება ერთ დღესაც აზროვნება აგიგრძალოს ამ ზოდიაქოს. ეს საამნიშნულოვანი თემა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რაც კალენდარსაც ადგენენ ხოლმე, პირადი კალენდარი აქვთ ადამიანებს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს თემა ახსენეთ და კარგია რომ ვსაუბრობთ. და ერთი რაც მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება აი როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ თუ ვარსკვლავებზე არის დამოკიდებული ჩემი მომავალი, მაშინ საღვთო განგებულება სად არის საერთოდ? თუ კი ვარსკვლავებზე არის დამოკიდებული რომ მე ცოდვას ჩავიდენ თუ არ ჩავიდენ და ამის გამო მე თუ დავისჯები, მაშინ ღმერთი რას მემართლება, კაცო, ჩემი რა ბრალია ვარსკვლავმა ჩამადენინა. თუ ვარსკვლავმა მე განმისაზღვრა რომ უნდა ვიყო ანჩხლი კაცი, ამის გამო რატომ უნდა მომეკითხოს მე პასუხი? ვარსკვლავის ბრალი ყოფილა. ანუ რაღაც აბსურდამდე მიდის ადამიანი. ისეთ აბსურდამდე მიდის, კერპთაყვანის მცემლობა სხვა მეტი კი არაფერი არ ყოფილა. ასეთ აბსურდამდე მივიდნენ ადამიანები. როგორ დაიწყო საერთოდ კერპთაყვანის მცემლობის ისტორია, იცით? აი ეს არის ჩვენი ადამიანური სისუსტე, ესეც უმეცრება. აი მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ ახლა რომ რაღაცა მუშაობ დიდ დაწესებულებაში, რომელი დაწესებულების დირექტორი ჩემთვის მიუწვდომელია. მაგრამ მას ყავს მოადგილე, რომელთანაც მე სიტყვა მეთქმის. ამიტომ მივდივარ მოადგილესთან და ვეუბნები რომ გეხვეწები, შემიყვანი დირექტორთან და ჩემს შესახებ, ნუ თუ გინდა რომ შემიყვან. უბრალოდ ჩემს შესახებ უთხარი, რომ რაღაცა ასე მჭირდება. ასე დაიწყო კერპთაყვანის მცემლობა და რატომ? იცოდნენ რომ იყო ერთი ღმერთი სამყაროს შემოქმედი და მერე დაიწყეს ფიქრი რომ ახლა ამ ღმერთთან ჩვენ ესე არ გვაქვს სიტყვას არ მიგვიწვდება ხელი, ცოდვით ვართ დაცემულები, ამიტომ არსებობენ ღმერთები, რომლებსაც შეიძლება ვთხოვოთ. ეს შეიძლება იყოს ვიღაცისთვის მზე, ვიღაცისთვის მთვარე, ვიღაცისთვის რომელიმე ვარსკვლავი, რაღაცა სტიქია, რაღაცა ბუნებრივი მოვლენა. და მას შეიძლება ღმერთი დაარქვან, მაგრამ რეალობაშიც ძალიან ბევრი იყო. დიახ, და მივიდნენ სანამდე ადამიანები, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანის გონება ისე რომ ბოლოს საკუთარი ხელით გამოჩორკნილი რაღაცა ხისგან, ლითონისგან თუ რა მნიშვნელობა აქვს რისგან, რაღაცა კერპი ამბობდნენ რომ ეს არის ღმერთი. აი ამასა და იმ ვარსკვლავ მრიცხველობას შორის არავითარი სხვაობა არ არის. სადაც წმინდა წერილში გიწერია რომ აი კარგიო ხელოსანი აიღებსო ცულსო და გამოთლის კერპსო, რომელიცო ვერ დადისო და სიარულს თხოვო.
შენ რომ ეს არის იარო არ ესმისო და გთხოვ რომ მოგისმინოსო ღმერთმაო ვერ ხედავსო და ვერ გადაადგიო შენ თუ არ გადაადგიო ან რომ წაიქცესო ფეხზე თავის ვერ წამოდგებაო და რა შეიძლება სთხოვო მასო და ადამიანები დაჩოქილები ლოცულობდნენ აი ამ კერპთან ეხლა რამდენად უგუნურებადაც ეს ჩვენ გვეჩვენება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ამას მეგონი აღარავინ აღარ გააკეთებს, ახლა ხისგან გამოთლილი რაღაცა კერპი, ხბოსი თუ რაღაცა სხვა გამოსახულების რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ასე ღმერთად აღარ მიაჩნდეს, მაგრამ სამაგიეროდ ნახეთ რაზე არის დამოკიდებული ვარსკვლავებზე, რომელსაც შეიძლება ისეთ რამეს თხოვდეს, ან პირიქით ესე გეგმავდეს, რომ ეხლა ჩემი რაღაცა მოქმედება იქ წასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ვარსკვლავი რაღაცა ჯერ იქიდან იქამდე არ მისულა და ამიტომ ხელი არ. ანუ მე ღმერთზე კი აღარ ვარ მინდობილი. ღმერთს კი აღარ ვევედრები, რომ რაღაცაში თქვა ხელი მომემართოს, თუ მჭირდება ხელის მომართვა. ან ეს ჩემი დამოკიდებულება ის კი არ არის, რომ მოდი ახლა ვთქვათ, მართლა ჯობია რომ გავჩერდე და ღმერთს მივანდო ეს საკითხი. არა, ველოდები ვარსკვლავის რაღაცა მოქმედებას და არავითარი განსხვავება ჩემსა და ამ კერპთა ყვანიმშემოვლელს შორის აღარ არის. ეს არის კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, სარწმუნოების ნაკლებობა და ადამიანის უმეცრება, რომელიც ყველაფერი გამოწვეულია ცოდვის დაცემის შედეგად და ჩვენში ეს თითოეულ ჩვენგანში იმყოფება. ამიტომაც ის რომ ყურს მიიტაცებს რაღაცა სატელევიზიო გამოსვლაში ვიღაცა რომ ვარსკვლავებზე მსჯელობს, ეს რა თქმა უნდა ჩვენი სარწმუნოების ნაკლებობაა. თორემ თუ ვინმე გვეტყვის რომ როგორ ახლა ხო არსებობს ზოდიაქოები, როგორ არ არსებობს. სვეტი ცხოველში შეგიძლიათ ცნობილი ფრესკაა და ნახოთ, მაცხოვარი გამოსახული და 12 ზოდიაქოს ნიშანია მის ირგვლივ. ოღონდ ეს იმას კი არნიშნავს, რომ ზოდიაქოები მართავენ მაცხოვარს. მაცხოვარი არის შემოქმედი ამ ყოველივესი, ხილული და უხილავი სამყაროსი. ამიტომაც ამ ხილულ სამყაროში ჩვენ რომ რაღაცა ხელსაწყოები შევქმენით, რომ შეგვიძლია დავინახოთ ვარსკვლავთა გადაადგილება, ეს ღმერთის შექმნილია და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი ცხონების საკითხში. ამან შეიძლება განსაზღვროს რაღაცა და მე განსაზღვრო უბრალოდ ამის მოქმედების მიხედვით, ხვალ როგორი ამინდი იქნება. მაგრამ როგორი სულიერი, ესე იგი მდგომარეობა მექნება, ამაზე თუ გავხდი დამოკიდებული, ჩემი სარწმუნოება სადღა არის, ჩემი ღმერთთან ურთიერთობა სადღა არის და რაღაც საჭიროებს, მაშინ თუ კი ვარსკვლავები აკეთებენ ამ ყველაფერს. ძალიან გამიგრძელდა მე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად საჭირო იყო და მადლობა თქვენ ამ თემის შეხსენებისთვის, იმიტომ რომ საზოგადოება, რომელიც დადის ეკლესიაში, ხშირად ვერ გამოდის აი ამ ტყვეობისგან. რომ კი ეკლესიურია, რაღაცნაირად ცდილობს, რაღაცნაირად ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვაშიც არის შეიძლება ჩართული, მაგრამ ამის პარალელურად ერთი მცირე შერყევა განსაცდელი და შეიძლება ნახოთ ადამიანი რომ გაიქცა მკითხავთან რომ ეკითხა რა იქნებოდა მომავალში ან ვარსკვლავებს დააგეგმინა ესე იგი რა როგორ უნდა მოქცეულიყო მომავალში ან რაღაცა ისეთი მსგავსი სისუსტე გამოიჩინა ურწმუნოებისა და უმეცრებისა რომ ღმერთზე მინდობის ნაცვლად პლანეტებს და ვარსკვლავებს მიანდო და ერთი რამ უნდა გავიხსენო ბიბლიური ისტორია ამასთან დაკავშირებით. სამუელი იყო ესეთი დიდი წინასწარმეტყველი და მსაჯული ისრაელისა და სამუელმა აკურთხა მეფედ საული, რომელმა საულმაც რაღაცა ურჩუბა გამოიჩინა და ღმერთმა მასზე მადლი აიღო. ეხლა ეს საული არის ესეთ მდგომარეობაში, რომ ომი აქვს გასამართი, მაგრამ მადლი აიღო ნიშნავს იმას, რომ წინასწარმეტყველება აღარა აქვს და ღმერთი არ პასუხობს შეკითხვებზე. სამუელი გარდაცვლილია და რა გააკეთოს და წავიდა მჩხიბავთან და სთხოვა, რომ გამოეძახებინა სამუელის სული. და ამ მჩხიბავმა მართლაც გამოიძახა სამუელი. იქ ეხა საღვთისმეტყველო განმარტება არის ეს სინამდვილეში სამუელი არ ყოფილა და მაგრამ ამას თავი დავანებოთ ამ საღვთისმეტყველო ამბავს ჩვენ ბიბლიურ თხრობას გავყვეთ უბრალოდ ტექსტი მინდა რომ მოისმინოს ჩვენმა მაყურებელმა. გამოიძახა სამუელის სული და საული ეუბნება რომ ღმერთიო ჩემზეო გაბრაზებულიაო და არ მელაპარაკებაო და მითხარიო ამ ომში გავიდე თუ არ გავიდე და სამუელმა უთხრა ღმერთი თუ შენზე გაბრაზებულიაო მე მისვავო კითხვასო ანუ ღმერთთან კავშირი გაქვს გაწყვეტილი და სამუელ შეიძლებაო მეო მკითხოო რომ ამ ომში გახვიდე თუ არ უნდა გახვიდეო და რახანასია გეტყვი ყველაფერს რაც იქნებაო
და უთხრა და რაც უთხრა სიტყვით აუხდა რომ იმ ომში მასაც და მთელ მის სახლეულსაც ამოჟლეტდნენ სულყველად ესე იგი მოწყალე ყოველგვარი მოწყალების გარეშე და ასეც მოხდა ამ ომში იმავე დღეს სამუელი თავის ვაჟიშვილებთან ერთად დაიხოცა სულყველა მთელი ოჯახი და სასტიკად წააგეს და სასტიკად დამარცხდნენ აი ამ ომში ამიტომაც ეს დამოკიდებულება რომ ადამიანი ესე იგი ღმერთი გაგიბრაზდა და არ გელაპარაკება შენი უსაქციელობის გამო და ეხლა იმის მაგივრად რომ ეს საქციელი გაასწორო სათანადო სინანული აჩვენო კვლავ ღმერთთან ურთიერთობა აღადგინო ამის ნაცვლად კითხავთან რომ წახვალ ან ვარსკვლავთ მრიცხველთან რომ წახვალ აბა მითხარით რა ქვია ეხლა ამ ამბავს თუ არა ჩვენი უგუნურება და უმეცრება რომელშიც ხშირად ვარდებით მე სხვისკენ არ ვიშვერ ხელს ყველას გვაქვს რაღაცა ესეთი მიდრეკილებები. შეიძლება დამჭერია საკუთარი თავი ამ ამბავში. დიახ, ყველას გვაქვს ეს მიდრეკილებები, რომელიცაც გამუდმებით უნდა ვმუშაობდეთ, რომ მოვიშოროთ თავიდან და დავრჩეთ ეკლესიის ერთგულ შვილებად და ღმერთთან ურთიერთობაში ვიყოთ გამუდმებულად. ღმერთმა შეგვაძლებინოს, იმიტომ რომ ძალიან დიდია საცტური დღევანდელ დღეს განსაკუთრებით და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ არ გავწყვიტოთ მასთან კავშირი და ყოველ შემთხვევაში სულ მისკენ მივდიოდეთ და ვისწრაფოდეთ. ეს რაც შეეხებოდა ვთქვათ უმეცრების ნაწილს, რაც მოგდის ხოლმე, ჩვენი უმეცრებით პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობ ამას. ხშირად არის ხოლმე ისეთი აი მომისმენია მაგალითად, რომ აი ამ ცოდვას ვერ ვანებებ თავს. ნარკოტიკზე ვერ ვამბობ უარს. თქვათ, ვიღაცა არის დამოკიდებული თამაშებზე, ვიღაცა არის მამათმავლობის ცოდვაში, რომელიც თქვა ერთი ხელის მოსმით არ იკურნება, ხო და ამ ცოდვაზე ვერ იტყვი უარს. სულ რო ძალიან მარტივი ვთქვათ, განკითხვაში ვართ ერთმანეთის გამოდმებით, რაზეც ყოველდღიურად ვერ ვამბობ უარს. აი ამის გამო ბევრი ადამიანი ტოვებს ეკლესიის წიაღს, ან რაღაცნაირად მოძღვრისერიდება, რომ რამდენჯერ შეიძლება ერთ და იგივე უთხრა, ან ეს ცოდვა რომ მე და მემართა როგორ ვეტყვი ამას მოძღვარს. აი ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ და ჩვენს მაყურებელს რომ ვუწოდოთ ასე ვთქვათ, რომ ეს ცოდვები არ იყოს დამაბრკოლებელი ჩვენი და ღმერთის ურთიერთობაში, იმიტომ რომ მოძღვართან ურთიერთობა ეს არის ღმერთთან კავშირი. მე ვფიქრობ, რომ ცოდვა დამაბრკოლებელი კი არა პირიქით, ცოდვა ბიძგი უნდა გახდეს ჩვენთვის, აი როგორც წყალში ჩავარდნილი ადამიანი ძალიან ადვილად ამოვა ზედაპირზე, თუ კი მისწვდება ფსკერს, რომ დაარტყას იქ ფეხი. ამის შემდგომ წყალი მას ძალიან დაეხმარება, იქ მოგეხსენებათ ფიზიკის კანონი მუშაობს, რომ ამოაგდოს უცხო სხეული, ესე იგი თავის ზედაპირზე და ამიტომაც დაახლოებით ესეთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ცოდვამ შეიძლება ერთადერთი ამაში დაგეხმაროს და გარკვეულწილად ესეც მოწყალება იყოს ღმერთისგან დაშვება შენზე ამ ცოდვისა, რომ შენ მიმხვდარიყავი, რომ აი ახლა ამ ჩაძირულობის დროს მაქსიმალური ძალა უნდა მოიკრიფო, ფეხი უნდა დაკრა ძირს, რომ ამოტივტივდე ამ ზედაპირზე და გადარჩე. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ცოდვა, თუ კი ადამიანი ამაში ჩავარდა და აღმოჩნდა, ამისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. არა დაბრკოლება იმისა, რომ მე ახლა ამ ცოდვაში ვარ და მაინც არაფერი მეშველება. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ რო თქვას, რომ მე რაღაცა დამემართა ახლა და ამიტომ საავადმყოფოში არ წავალ ახლა. რა აზრი აქვს? იმიტომ რომ მომავალ წელსაც შეიძლება გავცივდი სიცხე მაქვს, არ წავალ, არ ვიმკურნალებ, იმიტომ რომ შეიძლება მომავალ წელსაც გავცივდე. აბა როგორ მივიდე ხა კიდე ეკიდან კიდე გავცივდი ნუ ხო რაღაცა აბსურდული ამბავია ესე გავცივდი სიცხე გაქვს წამალი უნდა დალიო რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდი ანთებაში არ გადაიზარდოს თქვა ეს შენი გაციება ხო მედიცინა ხო ასე მსჯელობს და სულიერებაც სწორედ ასე მსჯელობს სანამ ცოდვა ჩანასახშია ჯობია მას მაშინ ებრძოლო მაგრამ აი უჭირთ ხოლმე ადამიანებს სულიერი სიშიშვილი ასე ვთქვათ რომ აი მოძღვარი ხო თავიდან ბოლომდე გიცნობს ეს ამპარტავნებაა ჩვენი ხო აი ეს ამასთან ბრძოლა გვჭირდება ხო და ამის აღიარება რომ მე რაღაცა შემეშალა ამას სიმდაბლე სჭირდება ამ პარტავნების საწინააღმდეგო რა არის სიმდაბლე და სიმდაბლე სანამ არ შეიძენ იქამდე ყოველთვის გექნება ეს განცდა რომ როგორ უთხრა ახლა მოძღვარს რომ მე ესე დავეცი იცით ერთხელ სიზმარში ვნახე სიზმარში ვნახე რაღაცა ცოდვას ჩავდიოდი ნუ არ დავმალავ ხა სიგარეტს ვეწეოდი ასეთი დამესიზმრა რომ ვეწევი სიგარეტს ახლა ვარ მოძღვარი და ვეწევი სიგარეტს და ისე განა ის სიგარეტი მაწუხებდა სიგარეტზე უფრო მეტად მაწუხებდა ეს როგორ ვთქვა ახსარებაში მეთქი რომ მღვდელი კაცი ახლა მე სიგარეტს ვეწევი მეთქი და ისე მრცხვენოდა
რომ აი გავიღვიძე ნატანჯი ცრემლებიანმა გავიღვიძე და მე მივხვდი რომ ეს იგი როგორ ამ პარტავნებაში ვარ. ის კი არ მაწუხებდა რომ სიგარეტს ვეწევდი, მაწუხებდა ის როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი ახსარებაში. ამიტომაც დაახლოებით ამ მდგომარეობას კი ეს მადლობა ღმერთს სიზმარი იყო და მაგრამ ჩემთვის მაინც გამოფხიზლება იყო რომ ესე იგი რაღაცა მსგავსი რომ შემემთხვეს ჯვარი მწერი ახლა ჩვენი მაყურებლისთვის ეს ჩვევის მომგვრელი იქნება რომ თქვენს კი ხონია ეს მსგავსი ფიქრები არა ეს ყველა ადამიანს ემართება რა თქმა უნდა ახლა ბავშვობაში რო ქონდა ხოლმე შეხედულება რომ მასწავლებლები სხვანაირი ადამიანები არიან და ესეთი შეხედულება გვაქვს ხოლმე მოცურების მიმართაც და ასე რომ ჩვეულებრივი ადამიანები ხარ რა თქმა უნდა პირიქით შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად რაღაცით შეიძლება მოძღვარი ხანდახანე უფრო მეტად ცოდვილი იყოს ვიდრე მისი სულიერი შვილი რომელიღაცა და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას რომ ეს რაღაცა ისეთი vis არის რა ქვია შეუთავსებელი არა შეიძლება ეს ასე ხდებოდეს და მეცაც გეტყვით რომ ესეც კი ღმერთმა აი რაღაცნაირ მოწყალებით შეიძლება იმიტომ დაუშვა ასე რომ ეს მოძღვარი რომ უფრო წმინდად იქცეოდეს შეიძლება პატიება გაუჭირდეს მერე თავისი მრევლისთვის რაღაცეების და რომ იცის თავისი დაცემულობა იმ ნაკლებ ცოდვებს რა თქმა უნდა თავის მრევლს უფრო მეტად პატიებს და ამიტომ უფრო მეტად მოწყალე ხდება და მოწყალების შესაძენად შეიძლება აღმოჩნდა კონკრეტულად რაღაცა ცოდვაში რომელმაც უფრო დაამძიმა ვიდრე მისი სულიერი სამწყსო. ასე რომ ასეთი რამაც შეიძლება ხდებოდეს, ასეთმა რამემაც ჩვენ არ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ ის რომ ამ პარტავნება გვიშლის ამაში ხელს რომ მე რაღაცა ცოდვა ვაღიარო რომ ეს მე როგორ მომევიდა როგორც იმ იმაში როგორ ვთქვა ახლა ეს ამბავი ახსარებაში, ანუ ცოდვაზე უფრო მეტად ეს რომ აწუხებდა, ეს არის სრული ამ პარტავნება, ამიტომ ხე ნაყოფით იცნობა და ჩვენ უნდა მივხვდეთ რა ხესთან გვაქვს საქმე. ნაყოფის მიხედვით უნდა გამოვიცნოთ. როგორ ვთქვა, ეს ნიშნავს, რომ სიმდაბლეს საერთოდ არ შემიძენი. როგორც კი დავიწყებ სიმდაბლეზე მუშაობას, რომ შემემთხვა და დაცემულობაში ვარ და ესე იგი აი რაღაცა ფსკერზე ვარ ადამიანი, მაშინვე ესე იგი ეს ნიშნავს, რომ იქ ფეხი დაარტყი უკვე შენ და ზედაპირზე იწყებ ამოსვლას და მაშინვე გულგახსნილი მიდიხარ მოძღვართან და ეუბნები რომ აი ვარ ასეთ სიმძიმეში, ვარ ასეთ ცოდვაში. რამდენჯერ შეიძლება რომ ასეთ სიმძიმეში აღმოუჩნდეთ და რამდენჯერ შეიძლება ეს თქვა? იცით რა, ამას ვერავინ ვერ გეტყვით, რაღაცა ამაზე მზამზარეული პასუხი არ არსებობს, რომ ეხლა რადგანაც ერთხელ მოინანიეთ, ამის მერე ესეთი რამ აღარ შეგემთხვევათ. მე მახსოვს რომ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის საშუალებით პეტრე მოციქულის მაგალითი მოვიყვანე რომ როგორ დაიბადა მეთქი პეტრე სინანულში მაგრამ მე ყოველდღე ტიროდა მარიამ მეგვიპტელი როგორ დაიბადა სინანულში მაგრამ მე რამდენი წელი უდაბნოში ცხოვრობდა რატო ხო მოინანია იცოდები ხო შეენდო ზუსტად ვიცით იმიტომ რომ მაცხოვარმა აღადგინა პეტრე სამოციქულო მსახურებაში ეუბნება დაამწყსენ ცხოვარნი ჩემნი რას ნიშნავს ჩემს ხრებს მიხედეო, ეუბნება, ესე იგი, მწყემსობა ჩააბარა, მოციქულობა ჩააბარა. ესე იგი, წარსული ხომ მიუტევა. აბა ყოველდღე რაღაცო ტიროდა. ყოველდღე ტირილი ნიშნავს სწორედ აი ამ სულიერ ვარჯიშს, რომ იგივე არ შეგემთხვას. ამიტომაც დაზღვეული პეტრე კი არ არის რომ აღარ შეემთხვევა. თუმცა არ შემთხვევია და ჩვენ ყოველდღურად ერთ და იგივე გვამთხვევა. გამუდმებული სიფხიზლე ქონდა ამის შემდგომ, გაიღვიძებდა დილით და მუსდიოდა ცრემლი მამლის ყივილზე, იმიტომ რომ ახსოვდა რაც შეეშალა. ამიტომაც როდესაც გახსოვს რა შეგეშალა და როდესაც გახსოვს იმ შეცდომის სიმწარე ის კი არ მოიშორე და კი არ გადააგდე და თქვი რომ მორჩა მე ეს აღარ შემემთხვევა. არა, გახსოვს იმის სიმწარეს, ახსენებ ამას საკუთარ თავს, ეს გახლავთ სწორედ ის სულიერი წვრთნა, რომლის მიხედვითაც შენ როგორც პეტრეს ყოველდღიური ცრემლი, აი ესე ხარ გაფაციცებული და ფხიზელი, რომ კვლავ იგივე ცოდვაში არ ჩავარდე. და როდესაც იცი რომ მაგალითად ლუდომანიით ხარ შეპყრობილი, არ დაიწყებ კაზინოსთან ახლოს სიარულს, რომ არც თუნდე და არ შეხვიდე შიგნით. როდესაც იცი რომ რაღაცნაირად შეპყრობილი ხარ ადამიანი მრუშობის ცოდვით დაანებებ თავს რაღაცა უსაქციელობის ყურებას სატელევიზიო თუ ინტერნეტის საშუალებით და დაანებებ თავს ზედმეტ სმაჭამას რომ იყოს სიფრთხილით რომ რაღაცნაირად კვლავ არ ჩავარდე ამ ძიმეს საკუთარ თავზე მუშაობით და არ აღმოჩნდე სადღაც ისეთ ინტიმურ გარემოში სადაც შეიძლება კვლავ მსგავსი ცდუნება იყოს წარმოდგენილი ყველანაირად ეცდები რომ გაიქცი აქედან სწორედ ამ სიფრთხილეზეა ლაპარაკი როდესაც ჩვენ იმ ცრემლზე ვლაპარაკობთ რომ ერთია რომ შენდობა მიიღე დაიბადე ახალი კაცი სინანულის მიხედვით და მეორეა როგორ უფრთხილდები ამ ყოველივეს მაგრამ გარანტია ამისა რომ აღარაფერი შეგეშლება რახან ერთხელ უკვე შენდობა მოგეცა არ არსებობს და ეს გარანტია რომ არ არსებობს მამაო ჩვენოშია განცხადებული
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, მაშინ ეს ტექსტი ამოსაღები იქნებოდა, როგორც კი ჩვენ მოვინათლებოდით. ეს ტექსტი უნდა გვეკითხა ნათლობამდე. ნათლობა არის პირველ რიგში სინანულია წარსულისა ადამიანმა. მოინანია ყველა ცოდვა, მოინათლა, განწმენდილი ამოვიდა წყლიდან. ეხლა მაშინ ეს ტექსტი აღარ გვჭირდება ჩვენ. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს ამოსაღები ყოფილა, იმიტომ რომ მე დაბადებული ვარ, ახალი კაცი ვარ და აღარ შემეშლება არაფერი. არა, ამას ვამბობ ყოველდღიურად, ყოველა ლოცვის დაწყების წინ მამაუჩვენოთი იწყება და მამაუჩვენოში ეს ტექსტია, რომ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს. რომ კვლავ არ აღმოჩნდე იმ სიმძიმეში, რომელიც სიმძიმედან ქრისტემ ამომიყვანა თავისი ჯვარცმით. აი ჩვენ ვსაუბრობდით ახლა ცოდვით დაცემასთან და ამ შიშთან, რომ რაღაცნაირად ადამიანები ვეღარ მიდიან მე ამ ცოდვის შემდეგ ტაძარში. აი ახლობლების გამგზავნია ხოლმე, რომ აი კვეთებულის ლოცვა ხوار წავაკითხოთ, მოძღვარს, რაღაცნაირად განშორდა ტაძარს. აი ესეც ძალიან ხშირად მსმენია ხოლმე და რა შემთხვევაში ხდება ამ კვეთებულის ლოცვის წაკითხვა და ჩვენ წინა გადაცემაში მახსოვს ვსაუბრობდით რაღაც მაგიებზე და მსგავს თემებზე, წინასწარმეტყველებაზე და აქ ხوار მოქმედებს ხოლმე რაღაცა ფიქრობენ ადამიანები რომ და ამიტომ არ მოვერიდებთ ამ შეკითხვის დასმას რომ რაღაცა ჯადოები ადამიანებზე რომ მე კვეთებულის ლოცვას აკითხებენ მოძღვარს რომ იქნებ განთავისუფლდეს ამისგან. აი რა დროს არის ეს აუცილებელი რომ წავიკითხოთ? ესეც ჩვენი მინდა გითხრათ ერთგვარი უმეცრება საეკლესიო წესების, კანონების, საეკლესიო ცხოვრების არცოდნა ადამიანისა, როდესაც ის ნებისმიერ რაღაცა მოდით ესე ვთქვათ, გაფაჩუნებაზე მოდი კვეთებულის ლოცვა. რა გონიათ ეს კვეთებულის ლოცვა? იქაც როგორც ჯადოქრობას ისე უყურებენ ამ საკითხს, რომ მიხვალ ახლა კვეთებულის ლოცვას წავკითხო და მორჩა ყველაფერი დამთავრდება და კარგად გახდება ადამიანი. კვეთებულის ლოცვა არის განსაკუთრებული ლოცვა და ყველას არ აქვს მისი წაკითხვის უფლება, მინდა აქვე იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, განსაკუთრებული ლოცვა კურთხევა ეძლევა განსაკუთრებულ მოძღვრებს. მათი განსაკუთრებულება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩემი მღვდლობა და მისი მღვდლობა რაიმეთი განსხვავდება. არა, განსაკუთრებულ ღვაწლს იღებს მოძღვარი თავის თავზე, ვინც კვეთებულის ლოცვა უნდა წაიკითხოს. სასურველია რომ ის იყოს ბერი. თეთრი სამღვდელოება ნამდვილად უნდა ერიდებოდეს, თუმცა კი ვიღაცა შეიძლება მიეცეს კურთხევა თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე და არის ჩვენს ეკლესიაში ესეთი პრეცედენტი, თუმცა კი სასურველია რომ იყოს ბერი. რატომ? ბერი მკვდარია ამ ცხოვრებისთვის და ამას არავინ არ ყავს, ცოლის-შვილი და ასე შემდგომ. იმიტომ რომ აქ იკითხება ძალიან ძლიერი ლოცვები ეშმაკის განსხმისა. ეშმაკი შეპყრობილ ადამიანებს უკითხავენ პირდაპირ, ასე ვთქვათ, კვეთებულის ლოცვას და მისგან გამოსული ეშმაკი საშიშია, რომ შენ კი აღიჭურვე რაღაცა ფარი და ხმალი ქონდა, იმიტომ რომ კარგად ხარ ნამარხულევი და ბევრი გაქვს ნალოცი, რომ გაუმკლავდე ახლა ამას. ამ ეშმაკს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება შენი ოჯახის წევრები, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება შენს ირგვლივ მყოფი საზოგადოება, ვისთანაც ახლოს ხარ. არა გაქვს ამისი გარანტია. ამიტომ სასურველია რომ ბერი იყოს ის, ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობს და თვითონ კვეთებული ვისაც ეკითხება, ის უნდა იყოს ადამიანი ეშმაკით შეპყრობილი. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც სამსახური ვერ იშოვა და ამის გამო კვეთებულის ლოცვაზე წავიკითხოთ, ან რაღაცა გათხოვება შეუგვიანდა და ცოლის მოყვანა, ამის გამო ხოლმე არის რომ რუსულ ტერმინს ვიტყვებოდი ყველაზე მეტად ეს გამოხატავს. ნიუდაჩნიკი ვარ და ერთი წავალ მოძღვარ წავაკითხე, უიღბლო. ხო, აი ხშირად ვსმენია ხოლმე ესეთი ტერმინით ნათქვამი და ერთი კვეთებულის ლოცვას წავაკითხინებ მოძღვარს იქნებ მეშველოს. ხო და ამას ვამბობ რომ რაღაცა უიღბლობის გამო და ოჯახის რო ვერ ქმნის ამის გამო და სამსახურს რო ვერ შეულობს ამის გამო კვეთებულზე მისვლა პირდაპირ გეტყვით რომ კარგი კი არა ვიღაცამოს კარგი ყოფილა, კარგი კი არა დანაშაულია. ჯერ ერთი იმიტომ რომ დიდი საშიშროების წინაშე აყენებს საკუთარ თავს რომ არ ხარ არანაირად ამისთვის მომზადებული შენ რომ ეხლა იქ ვიღაცისგან გამოსული ეს ეშმაკი შენ არ დაგეტაკება და არ მოგერევა. არ ხარ ამისთვის მომზადებული არც მარხვით, არც ლოცვით, არც რაღაცა სულიერი მდგომარეობა ასეთი არ ქონია და მიხვედი იქ და დადექი ესე რაღაცა ცხვარივით, რომელმაც არ იცოდი რა გელოდებოდა და შეიძლება უარესი შეგემთხვეს ადამიანს. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ადამიანები ამას. რაღაცა განსაკუთრებული სათხოვნელი აქვთ უფლის მიმართ. რა შუაშია კვეთებულის ლოცვა? არსებობს ამისთვის სავედრებელი პარაკლისები. ამა თუ იმ წმინდანის უპირველეს ყოვლისა ღვთისმშობლისა, იმიტომ რომ ზოგადად პარაკლისი ღვთისმშობლისა შეიქმნა და ამ ლოცვიდან გამომდინარეა მერე სტრუქტურულად აწყობილი ყველა სხვა წმინდანზეც ეს პარაკლისის ლოცვები. არსებობს სხვა წმინდანზე სავედრებელი პარაკლისი, არსებობს დაუჯდომელი ლოცვა,
არსებობს ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელსაც ქვია მცირე აიაზმა, ანუ წყალკურთხევის პროცესი, რომელიც იწყება ფაქტიურად ისიც ღვთისმშობლის პარაკლისია და იკითხება განსაკუთრებული ლოცვები წყლის კურთხევისა და აი ამ წყალს მერე დალევს ადამიანი. ასე რომ შეიძლება თუნდაც რაღაც ეჭვიეპარება რაღაც თავის დგომა უიღბლობაში მოკლედ ესე ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობენ, თუ ეჭვიეპარება, შეიძლება პარაკლისი ითხოვოს, შეიძლება აიაზმა ითხოვოს, მათ შორის სახლში გააკეთებინოს ეს ყველაფერი მოძღვარს, მოვიდეს ოჯახი აკურთხებინოს, აიაზმა ჩაატარებინოს. ეს რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ასე განუკითხავად, ისე რომ კურთხევაც არ აიღოს, წავიდეს და დადგეს კვეთებულზე, ეს შეიძლება ძალიან საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს მისთვის. საბედისწერო შემთხვევით არ მეთქვამს ეს სიტყვა, იმიტომ რომ სრულიად ჯანსაღი ადამიანი დაბრუნდეს არაჯანსაღი რაღაცა მდგომარეობით საკუთარ სახლში. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ ადამიანებს და ნუ უყურებენ. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, მე რამდენად ვთქვი, არ ვიცი ამ გადაცემაში, ნურცერთ საღვთისმსახურო წესს და განგებას როგორ ჯადოქრობას, რომ მე ახლა მივალ ვითხოვ და ის იმ წუთში შემისრულდება. მამა კახაბერ, ჩვენი გადაცემები ამ სეზონზე სეზონის ბოლო, ასე ვთქვათ და დასასრულს მიუახლოვდა. იმედი დავიტოვოთ, რომ ღმერთი შეგვაძლებინებს ახალი სეზონიდან ახალი ძალებით დავბრუნდეთ და ყველა ის თემა გავაჟღეროთ, რაც ჩვენს მაყურებელს აინტერესებს. მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გვიყურებდა მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ შეკითხვას გვიგზავნიდა და ძალიან გულშემატკივრობდა ამ გადაცემას. და მინდა რომ აი მათ მიმართვით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და რაღაცნაირად დადებით ნოტაზე, რომ დავემშვიდობოთ მაყურებელს ამ სეზონზე. სიამოვნებით გავაკეთებ მეც ამას, უპირველეს ყოვლისა მადლობას გადავუხდი ღმერთს, რომ შეგვაძლებინა ეს გადაცემები ჩაწერილიყო და გასულიყო საეთერო საშუალებით. მადლობა უნდა გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციას და ტექნიკურ ჯგუფს და თქვენ პირადად, რომ ასეთი მონდომებით მიუხედავად ოჯახში ესეთი დატვირთვისა, ჩვენი მარიამი 4 შვილის დედა როა, ყველა მიცის, პატარები რო ყავს და მიუხედავად ამისა, რომ თქვენ ამას ახერხებდით და განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატო ჩვენი მაყურებლის მიმართ, რომელთა ყურადღებასაც მე ყოველთვის გრძნობდი. მათ შორის ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი ძალიან ბევრს გაუჩერებდი ვარ და უთქვამს, რომ აი გიყურებთ და მოსწონს ჩვენი გადაცემა და რა ვიცი, მრევლი ზოგადად რომელიც უყურებს და თვალსადევნებს ამას ყველაფერს და მე მინდა მადლობა უთხრა ღმერთს, რომ რაღაცნაირად თუ კი შევძელით, რომ ერთი სიტყვა მაინც თუნდაც ერთ ადამიანში რაღაცა იმ ცვლილებას მოახდენს მასში უკეთესობისა, აი ეს იყო ჩვენი მიზანი. სხვა მეტი მიზანი ჩვენ რაღაცა პოპულარიზაციის მიზნით არ გაგვიკეთებია ხა ის რომ მე და თქვენ გვინდოდა ტელეეკრანებზე გამოჩენილი ყოფილიყავით, დღეს ამისი საშუალება ყველგან და ყოველთვის არსებობს ამ სოციალური ქსელების საშუალებით. ერთადერთი მიზანდასახულობა რაც იყო რომ რაღაცა უკეთესი გაგვეხადა. თუნდაც ერთ ადამიანში რაღაცა აღძრულობა ყოფილიყო. აი ხა ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეკლესიაზე რომ საუბრობთ, როდესაც ვამბობთ რომ არის ჩვენი უმეცრების გამო, არის ჩვენი სარწმუნოების ნაკლებობის გამო, რაღაცას ან რაღაცის გამო ვერ მივდივართ მოძღვართან და გადავადგმევინეთ ნაბიჯი რომ მოძღვართან მისულიყო, ეკლესიას კვლავ დაბრუნებოდა, ან საერთოდ არ იყო ეკლესიაში და ეხლა შემოერთებოდა ეკლესიას, რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდი მე ამ ხალხს ამ გულისხმიერებისთვის, რომ მოგვისმინეს და გაითვალისწინეს ჩვენი ნათქვამი და მადლობას გადავუხდი ასევე იმისთვის, რომ გვითმენდნენ მოკლედ მთელი წელიწადი. და იმედს ვიტოვებ, რომ თუ მომავალ სეზონზე ჩვენი გადაცემები განახლდება, რაღაცა უფრო მეტ შეგვაძლებინებს ღმერთი, ვიდრე აქამდე შევძელით. და მე გადაგიხდით დიდ მადლობას თქვენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ესე დაუღალავად მსად იყავით, რომ ყველა ჩვენ შეკითხვაზე, ჩემი შეკითხვები იქნებოდა ეს თუ მაყურებლების მხრიდან გამოგზავნილი შეკითხვები, მსად იყავით ყველაფერზე გესაუბროთ ღიად, თამამად და ისე რომ შეკითხვები აღარ დაგვრჩენოდა და დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის და დიდი მადლობა ჩვენს გადამღებ ჯგუფს, რომელიც გვიძლებდა და გვითხრიდა მთელი წლის განმავლობაში, რომ ჩაგვეწერა ეს გადაცემები და ჩვენი ხმა გაეგო ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ მადლობთ ღმერთს და მადლობთ თქვენ ყველას.
ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე არ გეტყვით რომ ერთი კვირით გემშვიდობებით მთელი ზაფხულის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და იმედია ღმერთი შეგვაძლებინებს რომ სექტემბრიდან ახალ სეზონზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.